მაგარი გამოდის მე ეხლა დაიწყოს გაჟონვა. შეუცვლელი პროცესი დაიწყო. რატო ისნიქება? არა, ბიჭო, მიეკლოსო. ვედრი საზრობას მოგვიწევს მე რამაცა. მიწვდება მოგესალმებით, როგორ ახართ? აი ესე ჩვენც რა გვიჭირს რა ნელ-ნელა საკაიფოთ. ცუდი ხელოსანი დაბრუნდა ისევ დღეს პროექტში იქნება ეპოქსიდის 10,000 ლარიანი მაკიდა, რომელსაც შეძლებს დაგვარად ვეცდებით რომ იაფად გავაკეთოთ. ჩვენი პროექტის ხარდამჭერია იდეაში Carline Auto Import-ი, საიდან შეგიძლიათ ჩამოიყვანოთ მანქანებით ყველაზე იაფად. ჩვენ ჩამოვიყვანეთ მარშრუტკა, მაგიდის შემდეგი პროექტები დაიწყება მარშრუტკა სახლი, იგეც ვცნობთ რომ იაფად ავაწყოთ. ასევე ჩამოვიყვანეთ Mustang-ი 66 წლიანი. ეს პროექტის შემდეგი პროექტი არის ამისი. ამიტომ შეგიძლიათ რომ Carline-ში მარტივად იყიდოთ მანქანები და იყოთ დაცულები იმისგან რომ აქ არ ჩამოგივათ ამერიკელი. როგორც რაც შეეხება დღევანდელ პროექტს ახლა. დღეს გვაქვს ურთულესი გამოწვევა, რაც ვნახე ეპოქსიდის მაგიდები და ძალიანად ეპოქსიდის დამდგმელი ნივთები არის ძალიან ძვირი. ამიტომ დღეს ვეცდებით, რომ ნაგავში ნაპოვნი შემთხვევით კაკლის ფიცრებისგან ავაწყოთ 10,000 ლარიანი ეპოქსიდის მაგიდა. ყველაზე იაფად. ინტერნეტში გვხვდება ძალიან ბევრი მაგიდები, რომელიც იდეაში ყველა ეპოქსიდის განაწყობს, ყველას ალბათ გინახავთ ვიდეოები ასტრაფერში როგორ აწყობენ ეპოქსიდის მაგიდებს მარტივად. ეგეთი მარტივიც არ არის, შრომატევადი არის, მაგრამ საბოლოო შედეგი არის ძალიან კარგი. ეს ჩვენ ნაგავში ვიპოვეთ კაკლის ხე, ფიცრები, რომლებიც რო დავასალაშეთ, მე მივიტანეთ ესეთ კომპანიაში დიდ რეის მოსულაშო და გამოდგა კაკა. იქვე დამყარდა იყო არ ჩანდა რა, ეს არის კაკა. რომელსაც იდეაში დავამუშავებთ, ზედაპირი ექნება ესეთი გლუვი, სუფთა და ვაპირებთ რომ ეპოქსიდის ზევიდან არ გადავაცხოთ. შევინარჩუნოთ კაკლის ბუნებრიობა და გვერდულად იყოს ეპოქსიდი დასყიდული. კაკალი, ეპოქსიდი, მერე კაკალი. შემაწებებლად და ამოსავსებლად გამოვიყენეთ ეპოქსიდს, რომელიც დაახლოებით 15 ლიტრი გვაქვს და GMC გრუპი კიდის ამ ეპოქსიდს შეგიძლიათ იქ მარტივად მივხვდეთ და იყიდოთ ეს ეპოქსიდი. ესეთი გლუვი ზედაპირი უნდა ქონდეს, ძალიან თავაფიქრეთ, რომ ეს კაკალი მოვაქციოთ ეპოქსიდში. ვაპირებთ რომ ნაწილი კაკლისა რაც იქნება იყოს კაკლის ბუნებრიობა დავტოვოთ, შემდეგ ეპოქსიდი იყოს, შემდეგ კაკალი. ამას უკვე ცხოვობის დროს მივხვდებით რა. მოკლედ, შეუსრულებელი მისია შემოდგომის კაკლის მაგიდა ეპოქსიდით დაიწყო. ეს მაგიდა უნდა იყოს 1.60-80-ზე განში. ვივარაუდეთ რომ შეგენთ რა ბრიჭოებიც გვაქვს დაახლოებით 15 ლიტრი ეპოქსიდი უნდა წავიდეს. 15 ლიტრი ეპოქსიდი არის სადაც 800 ლარს რა. შეგიძლიათ პიგმენტებიც გამოვიყენოთ ამ ეპოქსიდში. ეს ვეცდები რომ მწვანე ზურმუხტისფერი პიგმენტი გამოვიყენო, ეს მე რა. ჩვენი სპონსორია როგორც Holst-G, ნებისმიერი სარემონტო ხელსაწყოები, შეგიძლიათ შეძლებთ Holst-G-ზე. უშუალოდ ხა მე გაჩვენებთ რა ხელსაწყოები და დაგჭირდეთ ამ ეპოქსიდის მაგიდის აწყობის დროს რა. Citadel-ი არის მეორე ჩვენი კომპანია, რომელსაც სამშენებლო მასალები შეგიძლიათ შეძლებთ. მაგიდისთვის დაგჭირდება ბეტონის ჩასასხმელი ლამინატი, ყალიბი უნდა იყოს ამით, სუფთა ზედაპირი უნდა იყოს და აძრობის დროს გამარტივდება ამის აძრობა ეპოქსიდიდან რა. ეს არის სუფთა ლამინატი, რომელიც მთლიანად იდეაში შეიძლება დაახლოებით 50 ლარი. ეს მე დაიჭრება და ამის გვერდები ერთსავე ყოფით გამოიყენოთ მთლიანად რომ აწყოთ ყალიბი. დაგჭირდება დასამუშავებელი ხის დასამუშავებელი ბუცგები. იდეაში დაგჭირდება ქრომოდომის ფინიშერი, რომელიც არის ზეთი და კაკას წაესწრება ბოლოს და ეს ზედაპირზე ქმნის ფენას, რომელიც მე იდეაში აღარ წყალი, აღარაფერი აღარ აზიანებს რა. დარჩება ეგრე როგორც იქნება მინიმუმ 20 წელი მაინც. 20 წელს მე როგორმე თავიდან გადავუსწრებთ მე რა. ეს არის ზეთი, ფინიშერის ზეთი. და ნუ სილიკონები იდეაში, რომლებიც ამოსავსებად დაგჭირდება, რომ არ გაგვეპაროს ეპოქსიდი და უფრო მეტი რაოდენობით არ დაგჭირდეს. ამას უკვე გაჩვენეთ. ხა გადავიდეთ იქით. ეს არის მესამე ხის დეტალი, რომელიც აქეთა მხარეს დგება რა. სოკო და ზედმეტი რაც არის უნდა მოვაშოროთ ხა აქეთა ზედაპირზე. ჯერ კუთხეები აქ ვაპირებ, რომ ახე წეღარასაც გეუბნეოდით. ზედაპირი იდეაში ხის ზედა აქეთა მხარე რჩება ხე. იმიტომ რომ აქ ეპოქსიდს არ ვასხავ, რომ რაღაცა პლასტმასის და არაბუნებრივი არ იყოს. ჩვეულებრივი ხის ზედაპირს დავტოვებ, რომელიც მე დამუშავდა. ეს ბოლოს დამუშავდება კუთხეები, მანამდე ვამუშავებ შიდა ზედაპირს, რომ ეპოქსიდმა კარგად მიიღოს რა. აი ეს მხარე არის აქ იდეაში. მაქსიმალურად ესეც რაც არის უნდა მოიშკურყოს აქედან. ეხლა ამის დამუშავებას დავიწყებ მე. დაგჭირდება ქროუნის ბარგალკა, რომელიც არის მოსახერხებელი, იმიტომ რომ დენზე არ არის და ბატარეაზე როცა ბევრად მიმარტივდება ხოლმე რაღაცეები. ეს სამაგრი, რომელიც მოსაფხრიწზე არის რა. ესეც შეგიძლიათ Holst-G-ზე შეიძინოთ. ეხლა ამის კუთხეებს აქედან დავამუშავებ.
ეს არის სტამესკები, რომელიც ხის დასამუშავებლად გამოიყენება. ეს არის ტოლსენის ბრენდი. ხიზომა რა, რომელიც ეს დამპალი რაც არის, აი აქედან უნდა ამოვიღოთ. დამპალი რაც არის, იმეებს ვიღებს, რომ ეპოქსიდი კარგად ჩავიდეს რა და ის მოჭიდება გქონდეს. ასე ეს არის, ესეც ქრონის ხახდამჭერია, ესეც ელემენტზე, რომელიც ახლა გამოგვადგება ამ ფუძგებს დაუყენებ. ეს კაი, იმიტომ რომ ამით შეგიძლია ეგრევე დაუჭირო რა, ანუ აღარ გიწევს ის დატრიალებები და ასე. ეს უკვე არის ყავს ზედაპირზე დავედით რა. ჩვენ გვაქვს სუფთა ზედაპირი, უკვე მისაწებებლად გამზადებული და შენი უკვე დამუშავება. ერთი ცალი ფიცარი უკვე დამუშავებულია. შეგვიძლია ეს ამ დაზიანებული ზედაპირი რაც არის მერქანი, ის უნდა მოსძრეს რა. ხეზე მუშაობის დროს ინსტრუმენტებს თუ შეუბერავთ ხოლმე კომპრესორით. ყველაზე იაფიანი არის შპინდელის ვარიანტი, რომელიც ეგეც შეგიძლიათ ჰოზზე შეძიოთ. და პატარა 50 ლიტრიანი 250 ლარად ძალიან დაგეხმარებათ, რომ დიდხანს იმუშაოს ხელსაწყო. რაც არ უნდა კარგი იყოს ხელსაწყო, ნადები რო ეკიდება, მე უკვე იწყებს გაჭედით მუშაობას, ხო და ზოგადად თავიდანვე გაასუფთავოთ ხოლმე. მოკლედ ესე იგი დავამუშავეთ, ეს არის პირველი ყურში ერთი ფანქარი უნდა მქონდეს გათხრები რა. ეს არის მეორე. ეს არის მესამე. 1.60 აი ესენი ხა აქეთ ამ ხარე დაახლოებით სისწორეზეა ჩაჭრილი. მე რო დაესხმა ეპოქსიდი საბოლოო სახეზე უკვე ბოლომდე აჭრი. მაგრამ მანამდე ხა აქ დაახლოებით 1.60 ხო არის. აი ეს არის ზედმეტი რა, ეგ გახაზული რაც აქვს. ეს უნდა მოეჭრას, რომ ყალიბში რაც შეიძლება დიდი არ იყოს. რა თქმა უნდა, ჩემი ზედმეტი სახელი არის ბატარია გიორგა, ვერ ვიტან კაბელებზე მომუშავე რაღაცებს. ეს არის ქროუნის ხერხი რა. თავიდან ძალიან სკეპტიკურად უყურებდით ამას, იმიტომ რომ ამის ტრიალი ნახე. საბავშვო ხერხივით არის. ხო ეგრე ეტყობა რომ საბავშვო ხერხი არის. ეხა ნახე. აი ეს თამაშდება ხო არავის უნდა. ათხოვ. ეძახე შენა. ესეც იასნია. ჰოსტჯიზე, მოკლედ ჰოსტჯი ძალიან გვანებიურებს რა რაღაცეებში. დაახლოებით ზომა მოჭრილი გვაქვს. ეხა უყურე. ამის პირდაპირ არის დამოკიდებული ფულის თქვენი ფულის ხარჯვა აი ამის გაწევასთან. რაც უფრო მეც გაწევთ, უფრო მეტი ეპოქსიდი მიზის და ქვეყანა ფული იხარჯება რა. აი 100 ლარი, 200, 300, 1800 ლარი. ამიტომ ჩვენ აქ ცოტაშე მოტები ვართ, კაკალი გვინდა იყოს კაკალი და დაგვაწყებინოს კანკალი, ამიტომ იქნება ესეთი ზომა. დაახლოებით რა, დაახლოებით ისე ვთქვათ, მაქსიმუმ წერტილს ვიღებთ. 85 გამოდის. 90 არის. 90-ზე მეტი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ დიდ სალაშინში უნდა გავატაროთ მე რა. მოკლედ ხის დამუშავება მორჩა. ეხა გვინდა ამისთვის ესე ხო ვერ დავასხავთ. გვინდა ავაწყოთ ყალიბი. კაი ეს. დურგლები რო აკეთებენ, დურგლები. ადრე დურგას აკეთებდნენ, მაგრამ ეხა გაადიდეს ფანქრები, გაიგე, ვეღარ ვიდებ ყურში. ესენი მეუბნებოდნენ რომ ზევიდანაც ეპოქსიდი გადაასხიო და ვერ ვიტან რა ეს აი ზევიდან რო პლასტმასის ვიძე რო არის. არ მევასება რა. ჰა? სიგზეში? ის ხერხი ჯობია რომ იმაზე 2 მმ-ით ან 1 მმ-ით მეტი იყოს ჩამოწეული. აი საჩვენე დავით.
აკა. აი, ხერხს ერთ ყოველს ჯობია რომ აი ესე იყოს, თორე მეტი რო არის, მე უფრო მეტი ბრუნი უწევს და გლიჯავს და ეგრე იმოშვება რა. ლივითაჭრი ის მაგიზდედა ასწორებს. ხო შეკიდე იძახდი ყლეობა პატარა ისა აქვს. კაი ხარისხი ესაა ზუსტად ცოდი რომ მე დიდი ბეტონის შესასხმელად დაჭირდებოდა. აი ამაზესნაირ უნდა ყავდეს, არ გადააგდებს ლურსმანს, აიღებს გაასწორებს შეინახავს. ოჯახის მუჭუჭი რა. და მთავარი ვიღაცებს არ შეგეშლებათ, მაგრამ ხერხს რო ატარებთ დაბლა შეხედეთ გამოშველი რკინა თუ არ არის. თორე როგორც მე მქონდა ხოლმე 2 წლის წინ კბილები ზუსტად ეგრე დააყარებინებს. ვაფშე ამაზე შეიძლება და იმის გამოყენება ცხოვრებაში რო არ გამომიყენებია. აი მდე დამოტყუნისა ხო სწორია. ერთ-ერთი შანსი მქონდა ეგეც გავმაზრე ცხოვრებაში და გამომეყენებინაში. შურუპებს ვამთხოვ ხოლმე, იმიტომ რომ მე ბოლტი რო ეს თავი რო ეღლიტება, აი. ეს. არ არის ეს ამისი. გვერდზე რომ მოვიდა, არ უნდა მითხრა. აი პროფესიონალ დონეზე შენ უთხე თუ არ დავსვით აჰა აი სტონსენსის რატოა კაიცი არ კარგავ რა არ კარგავ მოაზრებ ჩადებ ეგრევე წგავ ცოტა დახრა მესამე არის მაგის გამო მოკლედ ეს არის ეპოქსიდი A კომპონენტი, რამდენიც იქნება სქელი, 60 გრამი თუ იქნება A კომპონენტი, მესამედი ანუ 20 გრამი უნდა დაემატოს B კომპონენტი რა. ეგ არის ზუსტი შერევა. ეს არის ზურმუხტისფერი მომწვანო პიგმენტი და ესეთ ვიზუალს ვიღებთ რა მოდი გაჩვენო რომ შეურიე. ნახე. ოპა. თან მაინტერესებს ბუშტუკებს რა სიზავს რა. ბუშტუკები როცა ამოდის, მე ფარსუნკით უნდა გავხეთქოთ ეს ბუშტუკები რა. მოდი, დააკვირდი მოდი. პატარა ბუშტუკები ხო არა? და რო თმება ამოდის და ამოდის ბუშტუკები. რა თესლიის დაიტოვა ბიჭო, ეგრე ჯობია. გამოდის, აი, ძმაკაც გაუგზავნეს, გაიგე? არ გამოვა, აი. ერთ-ერთი პრობლემა ხარ ეს დაგვრჩა ის არის, რომ არ გაჟონოს ამის დედა. ეხლა უნდა წაუსვა გარედან, რომ გაჟღენთვის შანსი უფრო ნაკლები იყოს რა. აი, გამჭირველი არ არის. ეს ესმევა რომ არ შეიტანოს მეტი რა, აღარ შეიწოვოს. აი ფერზე სვავს დავით. ესე იგი, მოვიდა დრო, ესენი გამომზადეთ, ავავსეთ. ეხლა არის ეპოქსიდის დრო რა.
ეს არის B კომპონენტი, ეს არის A კომპონენტი. A კომპონენტში იზრდება B კომპონენტი. A კომპონენტი რამდენიც არის, იმაზე 3-ჯერ ნაკლები ჭირდება B კომპონენტი. მაგალითად 1 კილოგრამი თუ B კომპონენტია, 3-ჯერ მეტი ჭირდება A კომპონენტი. მარტივი მათემატიკაა რა. ვიღებთ ტაშცა, ვედროსა, CMG გრუპში ვიყიდეთ ესენი რა. ვიტომ მეორეც რა მაგას. ძვირიღის ველოდებით რომ დაიწუროს. საშიშია და პირბადეები გაიკეთეთ. აი მაშინ ძეს ჩავასხათ ისე კაი. სულ 10 პაჩკა მაქვს წამოღებული. ბიჭო, მე მგონი არც უნდა მეტიჩ. შეხედე. просто ეს დედამოტყნული ისიც მწვანე არის ვედრა. აბა საერთოდ ჩავასხა. ხაზი ჩემი და სადაც წავა. რაღაც უყო. ესენი ბუშტუკებს ამოიტანენ. ვინ ამოიტანენ? ხალხი. ცხენები ხვიხვინებენ. ხალხი გველოდება. და ამ ბუშტუკებს ესე პრიმუსით, და ფარსუნკით ცეცხლ მომკიდებელ მაგ რაც ქვია, იმითია ესე ნელა გახეთქავთ. მაგარი გამოდის მე ვიყვყლე. ეხლა რომ დაიწყოს გაჟონვა. მაგრამ მოუხდა ეს ფერი არა? გამჭვირვალე ხო ყოლება იქნებოდა. ვიცი რა, აი მე კაკალსა უხდება, სულ მუხტის მე მწარე, ეს ჯახა მოტყნი. აუ გამოჟონა მათ. ამარა სიზონი. სკოჩი უკურია. არაფერი პატარა მონაკვეთზე გაჟონა. просто აი მან რამე ჩაუდოთ, რამას დამიჯერეთ, თორე ეგა ბევრია ტყულა ვავსებთ. ჩაუდოთ. ანუ სკოჩი დავაკრდი, იქ ხარ რამე ჩაუდოთ. იხა იმჟილო ის ხორცები ხავა ხოდარჩა დაიჭო. ნებისმიერ რამე. კიდევ ერთხელ თავიდან გადაულით, არ ყველა ჯერზე უნდა ისაქრას ეს. და გაჟონა მან დაეთყობა. ჯერჯერობით კარგად მიდის, არაფერი ისეთი ერთ-ერთი შემთხვევა იყო, ეს ჩემი გაკეთებული, მან პროსტა ვერ მივდეხი. შეგვიძლია დავამატოთ ახლა. ო, ეს უნდა ამეულო ჩემს. ას? ვარაგვალით. ეხლა დაიწყო აქ, აი. ეხლა დაიწყო გამოიჟონა, აქამდე არ გამოიჟონია. უნდა გააცადე, შეგო კიდე. ერთი აღარ უნდა მივიდოდი ფერცა. აშრობას. არა ერთ სამი ფიცას ძირში გასდის, თორე აი ფიცას ამბაგიდია რომ ხარ წავათხლის. არა, მარტივად აზრება, მაგრამ. რა? ეს იფსე. არა, შეჩემარა. ეს ხო სწორი იყო. არა, შედი პროსო დაიწყო. ჩაურიგო. შეფ, ვენზე, შეფ, რა? ვახშინი. ეს წამოა და ადა მაგიტო ისაქნე, მე წამოა. ეპოქსიც ეგ ახასიათებს.
ფსიქოლოგიური პროცესი დაიწყო. სიტუაცია მეგონი უკონტროლო ხდება. რატო ისნიქება? არა ბიჭო, მიეკავსო. რამას სრუგანგაში იყო რა, ვიღაცა ნაბოზრები ცდილობენ რომ გადევიდა იდიმოს. როგორ დავდო? აი ამაზე ეს ხო მაღალია ის დეტა მოთხოვნა. ვედრის საძრობას მოგვიწევს მე რამაცა. აი ეგრე იქნება ვედრა ბოლოს. სო ვიღებ ამასაც. ეხლა მაინ გეგეგო. გამყარები ვიღებ ხანი გინახალა. მოკლედ დავნებდით, ჯობია გაჟონოს და გვერდები ჩაუსხათ რა, იმიტომ რომ გაზდის ეხლა ტყუა დავკარგავთ ეპოქსიც, რომელიც იქნება დეპოქსიც. სადაც აი და აი აქედაც ამე. ვიო, რაღაც რეაქცია შევიდნენ ერთმანეთთან. საერთოდ ეს უნდა დავტოვოთ ესე, ამას აღარაფერი მოუვა. იმედია დაბლა არ იქნება ეს მწვანე. სპილოს ფეხი არ იქნება. იმედი გვაქვს ეპოქსიდის იატაკი არ გვექნება, ხო? იმედია. მოკლედ, ეპოქსიდი გავხსენით, ეხლა ველოდებით რაღაც ნაწილზე ამის გაშრობას, რომ გამყარდეს, რომ ქვედა მხარე შევსებულზე იყო რომ გამყარდება ყალიბი, მერე უკვე დავიწყებთ ზევიდან დამატებას, რომ უკვე აღარ წავიდეს ღრიწოებში და ასე შემდეგ რა. ამის ეს როგორც კი გახება, მე დავიწყებთ ზედაფენას გადავასყავთ, გვერდები შავით აივსება, წესით არ ვიცი ვნახოთ და შუაფენები ისე მწვანე ზურმუხტისფრად შევავსებთ ამას რა. ესე იგი დავალოთ ახლა 2 დღე გვჭირდება ამის გასაშრობად. ეხლა დავალოთ 5 დღე დავალოდეთ. 5 დღეს მე 25 გრადუსი იყო სითბოს ახლა დავდეთ და ვნახოთ რა იქნება ახლა ჩვენი მაგი და ყველივით გადმოჟღნავს თუ დედას მაიყვანებს. ამაღა მოტყუს. Yes, it's really something.
Адме просто да ეხდავიან და მოძია სიგარეტა. კულტურაშია მოსახლეობა ერთი სულიერი. ხემოდა იოჯა დაწოლება. ნიდი ჩერიდა. ამასა უბრალოდ იზო თაფაფინე ერთი ხმის გავწევი. ნიდი ასე კაცი. დიდი. ენა ფიქსიერ მოხდი. ჩამოდი, მოდი. მოდი. გაცავე ფიგაცავე. იდი. აი. ნელა დაუშვით. მოდი. იდი, ჩავდივარ და ჩავდივარ. ეს მოსაუნა მაგარი. დიდი ამას მიდავჭე. იგი გადავაგო. მოწი ეს ტრაფიკა. და გადაგორება ერთ კვარტალს როგორც ვიდეოში ნახეთ აძრობისა, მოკლედ დაეკრო და ეხა გვიწევს ორჯერ მეტი შრომა, მაგრამ ნიჩივო, არა უშავს. აქედან დასკვნა ის არის, რომ სანამ დაასხავთ, მანამდე ჯობია ჩვეულებრივი სკოჩი გადააკროთ რამეს ეტაპებს, იმიტომ რომ სკოჩისა და მაგიდას შორის წებოვნება ნაკლები იქნება და უფრო მარტივად დაძვრება რა. ეხა ეს ჩავიდა ლამინატში და ლამინატის აძრობა მოხდა ისე, რომ ზედ დაიკრო მთლიანი ლამინატი. ეხა კი ავაზრობთ, პრობლემა არ არის, მაგრამ 10ჯერ მეტი საქმე რო არ გამოგივიდეთ, ძალიან მარტივია რომ ადგეთ და სკოჩები გადააკრათ ყველაფერს. მაინც ვიჩქარეთ სადღაც, მაგრამ არა უშავს, მაინც გამოვიყვანთ რა. ეხა მიდის ამის აძრობა დამუშავება. დავსვათ და ეს ეკხი აყენებს ეგეთ სულს? ხო. რესტორანი. წებოიანია ეს. წებოიანია და მიტო გითხარი არა ის თუ არა. ხერო იყოს დედას მოუწვა. ეს რო წებოიანი იმაში რო წებოს ამაში კრაავს. აღარ იმაში. მეშოტე თუ არ გაიცო? მეშოტე. ახლა დავძივდა ეს დამოტყმული.
2 hours later. იღებ ტელეგრამებში კურკეთ რა. პრობლემა იყო, ბევრი პრობლემა გქონდა ის რომ ხე ყველა ვარიანტში სწორი უნდა იყოს, არასწორი ყის ჩადება ყალიბში არ გამოვა, გამორიცხულია, ეგ დაივიწყეთ, იმიტომ რომ მოგიწევთ მე მთელი 2 დღე ამის კურკვა რა. ამიტომ ხეები უნდა გასწორდეს რეისმუში ლაზერზე, როგორც კი სწორი იქნება, აიღებთ, ჩადებთ ყალიბში და რო გადაასხავთ, მე უკვე მარტივად არის. ეხა ამაზე ნახე როგორ იყო მაშინ. ეხა არის 180-იანი შკურკით იწყებთ, 180-იანით აკეთებთ სრულ ზედაპირს სუფთას. თუ ვერ გაიგებთ სადაკლია, სად არა ფანქრით ესე პროსტა გახაზავთ და იმას რომ მოაშორეთ მთლიანად, ესე იგი მზად არის. მე გადადიხართ 240-ზე. 240-იანი შკურკით დაიწყება, ისევ გაშკურკავთ მთლიანად აბსოლუტურად, სველი ნაჭრით გადაწმინდოთ, დაელოდებით რომ გაშრეს. მე იწყება უკვე 1500-იანი შკურკა. 1500-იანიც იგივე, დეტალი არ უნდა გამოგჩეთ. მთლიანად რომ მორჩებით, ისევ გაწმინდავთ და ეხა ბოლო არის, ეს არის 2100-იანი. 2200-იანი მგონი. 2200-იანის ბოლო პირს გადაატარებთ. აი ხა როგორც კი გახედავ, ეს არის გლატკი რა. აი რას გვინდოდა იდეაში მივიღეთ, გვერდები ნუ ჩავაჭერეთ ზედმეტი რაც იყო. აქედან დავით ეს ანახე რა. ეს არის ულამაზესი დეტალი. ხე და აქედან მოდის და პატარაზე ეპოქსიდი შემოდის უკვე რა. რაც არის ძალიან ლამაზი. მოკლედ ჭკურკას რომ მორჩებით, ეხა მივდივართ უკვე ფინიშისკენ რა. როგორც ხედავთ, მაგიდა, რასაც ვაპირებდით, ძლივს ცუთხეოსანს ერთი კარგი რაღაცაც გამოუვიდა. ეხა ეს არის ფრეზი. ამის სხვადასხვა ვერსიები არსებობს, შეგიძლიათ ხელითაც გაშკურკოთ, თუ ეს დაანდგარი არა გაქვთ. ხოლო ეს არის ჰოსდიჟან წამოვიღეთ, ეს არის ხელის კროუნის ბატარეაზე მომუშავე ფრეზი რა. აი ესეთი თავია, არ ჩაიცოს. აი ამას აკეთებს რა, ნახე, ეს არის ეს თავი. აი ესეთ მომრგვალებას რა არის, მან რამდენად გამოჩნდება. აი ესეთ მომრგვალებას აკეთებს. ეს არის ფრეზის თავები. ნელა აკეთებს რომ არ ატეხოს. ეხა ამის თავი, ისა, ტრიალებს ესე. ესე რომ ტრიალებს ესე იმის საპირისპიროდ მიდიხართ, რომ ეს თავი ამოჭრას და როგორც კი თავი როგორც ტრიალებს, ისე გაყვებით ამტვრებს ხოლმე რა. ეხა ეს კაკალი ამას ფეხებს ოჭრავს, მაგრამ ზოგადად რო იცოდეთ, ეგრე აკეთებს. აქ გავჩერდები, იმიტომ რომ აქ არის გადაბმა, რა შეიძლება სუსტი წერტილი იყოს და ეს ამოამტრიოს. ამიტომ აქედან დავიწყებ და აქედან გადავალთ. იმედი არ ამოამტრიოს. აქ ამის მე იტოვებს ხოლმე ცოტა კუთხეს რა, ძალიან წლებად. რა ეგენი ავაცალოთ. ეს არის 180-იანი. ეხლა ამას გადავწმინდოთ ყოველი დამუშავების მერე უნდა გადაწმინდა რომ ფორებში არ შეძლეს ჭუჭყი რა.
ახობით ესეთი უნდა გქონდეს მე. ოხი რა ვიძე მოვიდა ჩი. ამის ორი ვარიანტი არის, ან პალიროვკა, ან ზეთი უნდა გადაასხა, და საქართველოში ის ზეთი რაც მე მჭირდებოდა ამისთვის არის შოვება. არ არის. ჯერ ჩვენ ვაქვეყნამ ეპოქსიდი მარტო საყურეებში და იმას ჭიქებში და რაღაცეებში ისწავლა. დიდ მასალაზე ეგრე არ არის. ამიტომ ორი ვარიანტი აქვს აქ, ან ფინიშერი ზეთი წაუსვათ ამას და ესენი გავაპალიროვკოთ, ან მთლიანად ხესაც პალიროვკა გავუკეთოთ. ეპოქსიდის პალიროვკა გვაქვს რა. აი ხა მოვიფიქრებ და იმას ვისაუბრებ. მოკლედ ესე იგი გადავწყვიტეთ, რომ მაგიდას ფინიშერი ზეთი გადავასხათ, რომელიც არის ქრომოდომის და რომელიც დათო საკუთი. ციტადელში შევიძინეთ. ეს არის ქრომოდომისა რა. ფინიშერი ზეთია და ეხლა მიხვდებით კი არა და განახებთ რა შეუძლია იმენა მეჯიქარი რა აკაფდა გუბკით უნდა წაუსვათ რა კარგი აი გვერდები უნდა შეჟღინდოთ არ არის მოითა ამით გადაუსვათ მაშინა ამ მაგიზედაც კატოკის პირით აუცილებლად კატოკის პირით უნდა წაუსვათ არის ზეთი ეხლა ნახე რავი ხო ხედავ ეხლა აქ დაცო სახიძვალი ეგრე ფერი მოვიდა მოეცადოთ რომ იმაზე არ გადავიდეთ ეპოქსიდზე მე გასაწმენდი გვექნება შევაწოვინოთ კარგად რა ეს დაჟე ეს ზეთი არის ანუ გარეთაც რო დაგჭეს გარე გამოყენებისა წვიმა ვეღარაფერს უშვება ფენას იკეთებს ხეზე ზედა ფენას და всё იდეაში წვიმა მე უკვე კიდია რა თან ეს არის გამჭვირვალე და ფეს წევს კაკალი რა ფერიც არის იმ ფეს წევს რა აი ეს შემიძლია გადავასხა ანუ წებოადი არა ხო პროსტა ხელი რო არ გამთხოვრო და იმიტომ გავიკეთე ეს ხელთათმანები და წებოადი არ არის რა ანუ მაგის გამო არა მაგ ლაკივით არ არის პროსტა ზეთია ჩათვალეთ ფინიშერი ზეთი რომელიც ნახე რას უშვება მაგ აჰა კაი მაგის დიდაც მოხდა ნახე ეს ლიჯბი ჩავიდეს ზედაპირზე, სოფენა უკეთდება რა და წვიმა რო დადის შიგნით ანუ აღარ იჟღინთება წყლისგან. ამიტომ ეს ქრომოდომის ეს არის ექსტერიერი ინტერიერისა რა, შიგნითაც გარეთაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, საშიში არ არის. სუნი დაახლოებით 3 საათში გაზდით, რო გამოშრება და მე უკვე შეგიძლიათ всё რა წყალი ეს ამას იყენებენ ხოლმე ღობეებზე და ასე შემდეგ, ეგეთ რაღაცები და მე უკვე შეგიძლია რომ ისაქნა რა. წვიმაში დატოვო, всё, არაფერი არ მოძდის. ესე იგი, ეს არის გარციცა. იღებთ ჩვეულებრივ გარციცას და უსმევთ ცხარე გარციცას უსმევთ. გასინჯე, გემო როგორია? გემო, ჩვეულებრივ უცხოში წავიღო. ეს არის ეპოქსიდის პოლიროვკა რა, გამაპრიალებელი ზეთ ისა, სითხე. ფარებისა არ იმუშავა. სანამ ის არის ხო, არ იმუშავა ფარებისა. ამიტომ მარტო ეპოქსიდზე ცოტა თუ გადავახეზე არა უშავს, ალბათ. ცნობილი მოტორისტები არიან ჩვენთან და რა თქმა უნდა, დიზელის მოტორისტმა გვირჩია რომ ეგ არაო. ამან იცი ხარ რა, დიზელის მოტორი და ეპოქსიდი ერთი არის.
ძალიან არ ვაწევი გაცხელდება და მიიწევებს. ამიტომ ზედაპირულად ვაკეთებ. ესეც მაგიდა, არ ვიცი, თქვენ დაწერეთ კომენტარებში, რას გაუკეთებდით. სანამ იმას დაწერთ, ერთ ფენას კიდე გავასხოდიო, მე არ მიყვარს, როცა ძალიან პრიალებს მაგიდა და რაღაცა სარკის ეფექტი აქვს ვერ ვიტან. აქ შეგრძნება მინდოდა რომ ყოფილიყო აქ ეპოქსიდია და აქ ხეა, რომ ხესთან შეხება ეს თუ ეპოქსიდში დავმალე, მაშინ ხეს რაღა აზრი აქვს, სურათი ვიც გამოკიდებული ჩარჩოში ხარ იქნება. მიყვარს ხესთან შეხება. ამიტომ დავტოვე ესე რომ ყველა უსუფთავე სიაზრებიდან უბრალოდ აი ესეთი სახიანია. ცუდ ხელსაც გამოვიდა. 1300 ლარის ეპოქსიდი დაჭირდა, თუმცა ჩვენ რაღაცეებში უფრო მეტ დავხარჯეთ, გაუვიდა და ასე შემდეგ. ალბათ 15 ლიტრი ყელში ამოვიდოდა, 1000 ლარის ეპოქსიდი ამას ამოვიდოდა ყელში, მოკლედ ვთქვათ 20 კილო. მადლობა ციტადელს ეს ფინიშერმა მაგრად იმუშავა. ასევე ხელსაწყოები რაც კი გამოვიყენეთ, ეს არის ქროუნის ხელსაწყოები და ბიტები არის ტოლსენისა. შეგიძლიათ ჰოსტ წერტილი G-ზე შეიძინოთ, აბსოლუტურად ყველა დანადგარ სამუშაო ინვენტარი. შრომატევადი არის, მაგრამ მარტივად ამის გაკეთება შეგიძლიათ. $5000 გააკეთოთ ვაგინათ ამ მაგიდაში, შეგიძლიათ მეზობელს კაკალი გამოართვათ. აი ესეთი და საბოლოო ჯამში ჩვენ ეს მაგიდთან შრომას თუ არ ჩავთვლით, სუფთა ხარჯი ამ მაგიდისა ალბათ იყო 1200 ლარი რა. მაგრამ ეს მაგიდა მინიმუმ ალბათ მე რომ ვყიდიდე, ალბათ 4-5000 გავყიდით, იმიტომ რომ ამის დედა შევეცი, იმდენი ძალებაა რომ ნაღდათ არ მაქვს. ამიტომ აქ ეხლა დავდებ სახში ამ მაგიდას, გემრიელად დილით 30 თეთრიან კვერცხს შევწავ ხოლმე და შევჭავ ამ მაგიდაზე. მდიდრები ესე ვცხოვრობთ, ამის დედა შევეცი. დაგემშვიდობებით, მადლობა კომპანიებს, შეგვეხმიანეთ სხვა კომპანიებიც, თქვენზე მორგებული გრაფიკი გვაქვს. ნებისმიერ ამას შევგზავნებთ, იმას ავაწყობთ, ყველაზე რა კიდე ცუდი ხელსანი ეგარი. და დაელოდეთ გარე მარშრუტკა ეწყობა, სახლი მანქანა. ამის შემდეგი პროექტია სახლი მანქანა. თუ როგორ ვიყიეთ $1000-იანი მანქანა და რო ჩამოვიდა რა დაგხვდა აქ. იაფად გაყიდინებთ Carline auto import-ში. ეხა ეს დასაკიდე მოიცადა თუ ამას მოვიტანა რა. შემეცეს რა ის არის არათაშო ლოგო და ჩვენი სპონსორია Carline auto import-ი. დიდი მადლობა Carline-ს. მარშრუტკა ამათი ეგიდით ჩამოვიყვანეთ. $1000 ვიყიეთ ადგილზე მარშრუტკა, ჩამოყანიანთ ალბათ $4500 დაგვიჯდა. მაგას უკვე მეორე ვიდეოში გეტყვით ფასებს. რო ჩამოვიდა მატორი იყო გაჭედილი, ავაწყეთ მატორის რემონტი $800 დაჯდა ალბათ, თუმცა ჩათვალე რომ ახალი მატორი გიდევს რა, აბსოლუტურად ყველა დეტალი, შიგნით ზეთის მიმოქცევა და ასე შემდეგ, გარდა გარე დეტალების ან რაღაცებისა შეიცვალა აბსოლუტურად ყველაფერი. ამიტომ მადლობა Carline-ს. დაგემშვიდობებით სახლი მანქანამდე ყველა სოცნება ავიხდინოთ ერთად. იაფად. მადლობა ისა კვადროციკლს ვყიდი $7000, იმიტომ რომ მარშრუტკა ძვირიჯდება რა გაკეთება და თუ იმას გინდათ შემეხმიანეთ. ამ მაგისაც $3000 გავყიდი, ყლეზე მყიდია მართლა სახში კი არ უნდა დავიდო ამის დედა შევეცი. და თო გახათე და თო
ამაგიდის ზომა არის 1.60 m, 85-ზე ზომა ვისაც გაინტერესებდათ და 10 ხოდი დაგვრჩა, რომელიც ცალკე ვიდეო არის. რა ეს ჩამოსხმული რომ ჩამოვაჭერეთ, რომ გაგვესწორებინა. ეს არის ეპოქსიდი ნარევი კაკალი. დაგვიწერეთ პახოდუ ზეიდან კომენტარებში, ამისგან რა ავაწყოთ. ტრაქს შეიტანე ვარ დამიწეროთ, იმიტომ რომ არ ვიცი მაგას, ამიტომ რა ავაწყოთ ის დამიწერეთ. მე ვიძახი რომ ლედი ჩავსვათ მეთქი და ეს სანათი არის წვრილი ულამაზესი. დაგვიწერეთ. გამოიწერეთ არხი, როგორც ისით 50000 გამოწერზე და 100000 გამოწერზე იქნება გათამაშებები, რომლებსაც აუცილებლად ჩავატარებთ, როგორც კი ავთ 50000-ზე. Subscribe, ზარის გლაკი და გემშვიდობებით. ცუდი ხელოსანი ხოდზეა. ო, წავედით, მოჭე. ეხა მორჩა, მართლა მორჩა.